ესოდა ბადებულა ლილო ის კრიზარგო ვიდი გააგრძელე აი მე რა კარგია კვანცას მადლობა მართლაც რომ ჩადოსნულ ზღაპარში ვიმოგზაურეთ კარგი იყო კვანც მადლობა ჩემო ოქრო და კი განვაგრძოთ ბუნებრივია ისე მოგზაურობას უნდა დაუთმოთ 9 იანვარი არის ბილეთების შეძენის და მოგზაურობის დაგეგმვის დღე როგორია 2024 წლის ტენდენციები და სად გვირჩევს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია დასვენებას ნინო მჭედლუს შემოგვიერთა ჩემი სიცოცხლე და სიყვარული ამდელავითენია და მოგცეს რჩევით დილან შვიდობის დასარევად გამოიყურები ძალიან დიდი იგივე თქმა შემიძლია თქვენზე თემა საინტერესო გაქვს მოგზაურობა გვიყვარს ყველას შესაბამისად გვაინტერესებს ტენდენციები დილამშვიდობისა საქართველო მოგესალმებით და ახალი წელი დაიწყო და ეს არის ის პერიოდი კი როდესაც ვიწყებთ ხოლმე სიის შედგენას. ყველა თუ არა ზოგიერთი ადამიანი ამას აუცილებლად აკეთებს. ეს არის სამომავლო გეგმები, ამ წლის შესასრულებელი სურვილები, ოცნებები, რომლის ახდენაც გვინდა და ყოველთვის არის ხოლმე მოგზაურობა. არ აქვს მნიშვნელობა ვახერხებთ თუ არა, მაგრამ ჩვენს სიაში არის მნიშვნელობა ნამდვილად ვახერხებთ. შეიძლება ვერ ვახერხებდეთ, მაგრამ სიაში ხომ აუცილებლად არის, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გვინდა, რომ წავიდეთ სამოგზაუროდ. ბოლო პერიოდში კი ასეთ დროს აქტიურდებიან ხოლმე ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები და გვთავაზობენ არაერთ სამოგზაურო ვიღებ შემოთავაზებებს კი ბატონო. ასე რომ ეს ციებ-ცხელება ყოველთვის აქტიურია ხოლმე. 9 იანვარი არის სწორედ ბილეთების ყიდვის და მოგზაურობის დაგეგმვის დღე, როგორც აღნიშნე. არჩილ, რაც იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ ჩვენს სურვილს, შეგვახსენებს ეს დღე, რომ ნუღა გადავდებთ. კი, რადგან ძალიან დიდი ხანია გვაქვს ამის სურვილი და დროულად დავიწყოთ. თუ შესრულება არა, ფიქრი მაინც თუ სად მოგზაურობას. თუ დღეს არის ეს დღე, მაშინ უნდა მიმოქმედოთ კიდე. არა? რამდენიმე ქვეყანა გამორჩეულად არის სიის სათავეში, თუ სად შეიძლება რომ 2024 წელი გავატაროთ. მაგალითად, თუ ხართ სანაპიროს დასვენების მოყვარულები, კი, ზაფხული მზე, ზღვა და ცხელი ქვიშა, მოწინავე ქვეყანა არის დომინიკა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. რადგან პანდემიამ გვასწავლა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ გამოცოცხლდა, ყველა გავედით სამოგზაუროდ, ხალხმრავლობა ყველგან დამეთანხმებით და დომინიკა არის ის ქვეყანა, რომელიც ერთდროულად გვთავაზობს ეგზოტიკურ მოგზაურობას, ძალიან ლაქშერულ სასტუმროებს და ასევე ცოტა დამსვენებლებით გამოირჩევა, რადგან ჯერჯერობით არ არის ისეთი პოპულარული, როგორც სხვა ტურისტული ზღვიანი ადგილები. ჩაიწერე, არჩილ, შეგიძლია დაგეგმო. მე რა გავაკეთო, კაცო, მე ვარ პარკეტის პუდელი, რა ჩემი გზია. მოკლე დროში მოგზაურობა თუ გსურთ და თან რამდენიმე ქვეყანა გინდათ რომ მოიცვათ, კარგი, ასე ვთქვათ, სანაპიროსები ადგილი არის. ვეღარ იცის უკვე. მე გასწრები ხალხ ვარშეს ზღვას რომ ხედავ უკვე ძალიან ცუდად ვარ. მოდი მაშინ ევროპაში, შვეიცარიაში გადავინახოთ, ეს არის ქალაქი ბაზელი, სადაც გამორჩეული აქტივობა არის ნავით გასეირნება, რამდენიმე საათში მოივლით მთელს ქალაქს და აქედან შეგიძლიათ გადახვიდეთ მარტივად საფრანგეთში, კოლმარში, იმოგზაუროთ, პატარა ვენეციასაც ეძახიან ამ ქალაქს და რა თქმა უნდა გერმანიასაც ფრაიბურგს მოინახულებთ და რაც თავარია ბაზელიდან ორივე მიმართულება ერთ დღეში მოსასწრები ამბავია. სამი ქვეყნის სამ ქალაქს ერთ დღეში მოასწრებთ. შესაბამისად ესეთი მარტივი ახლო მოგზაურობა ჩვენთვის რადგან ევროპაში ვართ. კი. საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ მარტივ სურვილებს და სიყვარულს სად შეუძლია მივიყვანოთ. სადამდე შეუძლიათ მივიყვანოთ. მაგალითად, ყავის მოყვარულებს საინტერესო მოგზაურობა შეუძლიათ დაგეგმონ კოლუმბიაში.
კოლუმბია ყავის სამშობლოში კი პატარა ქალაქი ჟარდინი ამ სახელწოდების ყავაც გსმენიათ ალბათ სწორედ აქედან სმენია კიდე და დამიგემოვნებია კიდეც რა მშვენიერი შეგეძლება არჩილ რომ მანქანით შემოიარო პატარა ქალაქი ჟარდინი იმოგზაურო პლანტაციები დაათვალიერო და ადგილობრივებთან რაც თავარია დააგემოვნო არომატული ყავა და შენ ვერ წარმოგიდგენია რა სასწაული არომატით გამოირჩევა კოლუმბიური ხილი იქვე რაც მოდის გულის გასა ფრეში ქუჩაში რომ მიდიხარ აი ფრეში იქვე გიწურავენ და ეგეთი არომატული მე ჩემს ცხოვრებაში არაფერი დამიგემოვნები აი სასწაული მეორე მიზეზი რომ რეკომენდაცია მოყავს მეგობრებო და კიდე მე პირადში მომწერეთ კიდე სხვა რჩევებსაც მაქვს აქ მაშინ კერძებზე გადავიდეთ და ვისაუბროთ კერძი და გასტრონომია ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და მიზანიც მოგზაურობისთვის და მე ვფიქრობ რომ ყველა ქვეყანაში შეიძლება გემრიელად მივირთვათ მაგრამ 2024 წელს გამორჩეულად მაინც იტალია და კлау პატარა ქალაქი ლუკა სადაც შეგიძლიათ რომ მთავარ ეს მოედანსაც ესტუმროთ შეიაროთ პიცერიაში გაიყოლოთ რა თქმა უნდა პიცა ახვიდეთ გვინინგის კოშკზე ან ფერდიანოს ბაზილიკის სამრეკლოდან დატკბეთ არაჩვეულებრივი ხედებით ამ პატარა ქალაქის არ გაგვიკვირდებათ რომ რა თქმა უნდა იტალია ლავრჩება გასტრონომიის ტემპერამენტით რეცეპტორები ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან შესაბამისად ხო რა თქმა უნდა სურვილი დიდია ფინანსებიც თუ დაემთხვევა იდეალური ამიტომ შევარჩიე ისეთი ქალაქები სადაც უფრო ბიუჯეტურად შევძლოთ მოგზაურობას და სიამოვნებასაც რატომ მომატყვე აი ამ წამს ეხლა რომ კოლუმბია ბიუჯეტური თუ რომელი დომენიკა მითხარი დომენიკა რატომ არ არის ბიუჯეტური კი აი აქ 2 საათში მოდი ახლა გადავალთ არა ბიუჯეტურზე თუმცა უფრო მარტივზე მთაში მოგზაურობის მოყვარულებისთვის ახალი აღმოჩენისთვის ძალიან კარგი იქნება მოგზაურობა ჩილეში ეს არის ადგილი სადაც კარგი იქნება თუ დავგეგმავთ ჩვენს მოგზაურობას დეკემბრიდან თებერვლის თემდე რადგან ამ პერიოდში ჩილეში არის ზაფხული ადგილობრივებს უყვართ იმის თქმა რომ ჩვენთანო ერთ დღეში 4-ვე სეზონს გამოცდითო მაგრამ წვიმის შემთხვევაში კი ვერაფერი დააკლებს ჩვენი მთების არაჩვეულებრივ ხედებსო ну, აქვე დავამატებ რომ ჩილეში მოგზაურებისთვის არ გვჭირდება ვიზა, გავხსენებთ მოსვლა, შესაბამისად ამარტივებს რა თქმა უნდა ამ ადგილის მონახულებას. საინტერესო არქიტექტურის და ისტორიის მაძიებლებს შეუძლიათ აღმოაჩინონ მარტივად აქვე ჩვენთან ევროპაში, ლუქსემბურგი, იზოლი ისტორიის მქონე ქალაქია, ქვაფენილებით, გადაშინაკვეთი კი შენობებით, რაც თავარია თანამედროვე სულსაც ატარებს ბიზნეს ვიზუალს კი სამი ქვეყნის შუაში მდებარეობს და ძალიან მარტივია რომ მეზობლადაც ვიმოგზაუროთ. ღამის გართობის მოყვარულებიც არ დაგვავიწყდეს და სად თუ არა ლას-ვეგასში შეძლებთ საუკეთესოდ გართობას, მაგრამ თუ უფრო მარტივ გზებს ვეძებთ და უფრო ახლოს გვინდა რომ ვიმოგზაუროთ, ამისთვის გვთავაზობენ ამსტერდამს, ასევე ბარსელონას ან პარიზს. კი ბატონო. ამოწურენი ნიკო? არა. მე აბა მე? თავარი შემოვინახე, სუსხიანი იანვარი დაიწყო და რადგან მზის მოყვარულები ხართ და თბილიანიდების ბევრი ადამიანი ცდილობს რომ ეს პერიოდი უფრო მსუბუქად გადაიაროს ხოლმე. კი ბატონო. და თბილ ქვეყნებს შეაფარონ თავი. კი, ნამდვილად. შესაბამისად მოგიმზადეთ რამდენიმე ქვეყანა, ადგილი, სადაც ამ პერიოდის გატარებას შეძლებთ ევროპაში, რა თქმა უნდა, პირველი ეს არის კანარის კუნძულები, სადაც მუდამ მზეა. გარანტირებულად წელიწადის 4-ვე დროს დაგხვდებათ თბილი ამინდი. ასევე შეგიძლიათ ემოგზაუროთ პორტუგალიაში, იაფი მოგზაურობისთვის ერთ-ერთი კარგი და თბილია, სამხრეთი ნაწილი განსაკუთრებით. შენარჩუნებულია საშუალო თბილი ტემპერატურა ყოველთვის. ასევე ანდალუზიის მონახულება შეგიძლიათ ესპანეთში და მალტა. კი, მალტა. აჩი. ამ ზაფხულს მოვიკითხე მალტა, რეკომენდაციას ვუწევ ძვირფასო ტელემაყურებლებო, არის ბიუჯეტური
ევროპულ ქალაქებს შორის ყველაზე ბიუჯეტურია, შემიძლია თამამად ვთქვა. და მზიან ადამიანს ხო, იცი რა, ძალიან საყვარელი კუნძულია, ძალიან ადვილად ადაპტირებადი კუნძულია. ძალიან ბიუჯეტურია კვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებთან შედარებით, რა თქმა უნდა. და ვისაც ზღვა გიყვართ შემსავით, შეგიძლიათ დათქვეთ ულამაზესი ხედები და ასევე არქიტექტურით. დაუნდობელი რუჯი. ხო, მოწყდეთ თბილისის სიცივეებს ზედახნით. გადავიდეთ მოდი ტენდენციებს. 2024 წლის ტენდენციები, რომელიც მოგზაურებმა უნდა იცოდნენ, ეს არის რა თქმა უნდა გასტრონომია, ბუნება და სოფლის ტურიზმი. ეს იქნება ცენტრალური, ასე ვთქვათ, მახასიათებელი 2024 წლის ტურიზმის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან არის ეს რეკომენდაცია. კი ბატონო. ის რა არის ის, რაც მოგზაურებს ყოველთვის სჭირდებათ? პასპორტი. რაც არასდროს არ უნდა დაგვრჩეს. თუმცა რაც დრო გადის, ისმის კითხვა დაგჭირდება თუ არა ფურცელზე დაბეჭდილი პასპორტი, ვინაიდან 2023 წელს ფინეთმა უკვე სატესტო რეჟიმში დაიწყო სახით ანუ იდენტიფიცირება და დასკანირება ჩვენი პიროვნების იგივეს გეგმავს ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც და ცდილობს 2030 წლამდე მოსახლეობის ვთქვათ 80%-მა თავი არიდოს ქაღალდის მაინტერესებს აი ვიზა ხომ აქვს პასპორტი ახლა ესე იზავენ თუ რა იქნება ალბათ მოიძებნიან მისთვის გამოსავალს მე თუ მკითხავ. როდესაც გეგმავთ 2024 წელს წლის შებულებას უმეტესად 4 მთავარი პრიორიტეტი არის ხოლმე ჩვენთვის ეს არის ფულის დაზოგვა, კომფორტის მაქსიმალიზაცია, უსაფრთხოება და სრული გამოცდილების მიღება. 4-ვე მახასიათებლისთვის არსებობს რჩევები, რეკომენდაციები, რომელიც შეგვიძლია ჩვენს მაყურებელს გავუზიაროთ. მაგალითად, თუ გვინდა რომ უფრო კომფორტულად ვიმგზავროთ, კარგი იქნება თუ თვალყურს მივადევნებთ, როგორ რეისებს ასრულებს კონკრეტული ავიაკომპანია. შეგვიძლია რომ flight aviers ვადევნოთ თვალყური, მას აქვს ანგარიშები თუ რამდენად დროულად ჩაიყვანა მოსახლეობა დანიშნულების ადგილას, ანუ გადადებული რეისები რამდენი იყო ამ ავიაკომპანიის, ну, აუცილებელია გავითვალისწინოთ ავიაკომპანიის რეპუტაცია ფრენის დაგეგმვის შემთხვევაში. ფულის დაზოგვის მიზნით გვირჩევენ რომ განვსაზღვროთ ჩვენი პრიორიტეტი. კი ბატონო. ჩვენი პრიორიტეტია საცხოვრებელი, თავარ ღირსშესანიშნაობასთან ახლოს ყოფნა, ოჯახთან ერთად დროის გატარება, თუ არ ვიცი რაღაც კონკრეტულ ღონისძიებას დასწრება არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა მივიღოთ ამ მოგზაურობიდან. როდესაც ამ პრიორიტეტს განვსაზღვროთ, მარტივია რომ ჩვენი ბიუჯეტის მეტი თანხა, ნაწილი, დიდი ნაწილის ინვესტირება კონკრეტულად ამ პრიორიტეტში განვახორციელოთ. არსებობს რამდენიმე გზა ასევე მაქსიმალური შეგრძნებისთვის მოგზაურობის და დიდი გამოცდილების მიღებისთვის. გარდა იმისა, რომ დიდი დროის გამოყოფა მოგზაურობისთვის ეს ხერხი ასევე შეგვიძლია ვცადოთ მოხალისეობრივი საქმიანობა. ჩავერთოთ ადგილობრივებთან ამ საქმიანობაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს ძალიან მარტივია რომ ენთუზიაზმით გაწვდილი ხელი მიიღონ და ჩვენი ეს სურვილი რომ დავეხმაროთ და ჩავერთოთ მოხალისეობრივ საქმიანობაში ამარტივებს ამ ყველაფერს. და ბოლოს ბოლო რჩევა უსაფრთხოებისთვის ასევე არის ის რომ გარდა ჯანმრთელობის დაზღვევით უნდა ვიმოგზაუროთ თავი ავარიდოთ ონლაინ ტურისტულ სააგენტოებს რომ არ გავხდეთ კიბერ თავდასხმის მსხვერპლი. რაც თავარია ბოლოს დავამატებ რომ სოფლიოს აღმოჩენა ყოველთვის შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი ქვეყნიდან და 2024 წელიც კარგი შანსია რომ ეხლა ეგონა მეთქვა ხო კარგი შანსია დავიწყოთ ის ადგილები, რომელიც ჯერ არ აღმოგვიჩენია ძალიან ბევრია თან ასეთი. კი, ვიმოგზაუროთ და გინდა დასავლეთში, გინდა აღმოსავლეთში, ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს ნამდვილად ისეთი და ჩვენც 4 სეზონზე ვართ. ჩვენი ადგილმდებარეობა ისეთია, რომ ყოველთვის შეგვიძლია საჩვენოთ საინტერესო ადგილები აღმოვაჩინოთ, თუმცა ძალიან დიდი მადლობა. ბატონო, საინტერესო. არაფერზე მეთქვა. კი, მარტო.